მოგესალმებით მეგობრებო ინტეგრას პოდკასტიდან. ნია ძერია გახლავართ ტრადიციულად კლინიკური ფსიქოლოგი, ინტეგრას ფსიქოთერაპევტი და დღეს წინა სტუმრებისგან განსხვავებული სტუმარი უნდა წარგიდგინოთ. აქამდე ფსიქოთერაპევტები იყვნენ ძირითადად ჩვენს პოდკასტში, ჩვენი სტუმრები, თუმცა დღეს გვეწვია ქალბატონი ნინო ნანეიშვილი, ექიმი ფსიქიატრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტ პროფესორი და თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე. დიდ მადლობას მოგახსენებთ ქალბატონი ნინო სტუმრობისთვის პირველ რიგში და ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო დიალოგი გამოგვევა დღეს უაღრესად მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხზე. მით უმეტეს ქართულ რეალობაში, სადაც ჩემი სუბიექტური შეფასებით გვჭირდება ამ საკითხზე ჯერ კიდევ ბევრი და ღრმა დიალოგი, საუბრები და მეტი სიცხადის შემოტანა ფსიქიატრიის ირგვლივ. მადლობა კიდევ ერთხელ და მე მგონი ჯობია რომ დიდი და ზოგადი საკითხით დავიწყოთ და მე ნელ-ნელა უფრო დავაკონკრეტოთ რაღაც საკითხები. ფსიქიატრიაზე ვისაუბროთ, რას ნიშნავს ფსიქიატრია თანამედროვე ეპოქაში, დღეს როგორია ფსიქიატრია? უპირველეს ყოვლისა მადლობა მოწვევისთვის. დავიწყოთ თავიდან, ფსიქიატრია მედიცინის დარგია, სამედიცინო დისციპლინაა და ნიშნავს სულის მკურნალობას. ცოტა პრეტენზიული დარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ ფსიქიატრია გულისხმობს ფსიქიკური დაავადებების მკურნალობას. თავის თავში ამას მოიცავს. ფსიქე ნიშნავს სულს, როგორც მოგახსენეთ, იატროს, ასევე ბერძნული სიტყვა და ნიშნავს მკურნალობას. მაგრამ ფსიქიატრია არ არის მარტო კლინიკური დარგი. ფსიქიატრია არის პროფილაქტიკური დარგიც, ანუ გულისხმობს მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ანუ კარგად გავმარტოთ კიდე საზოგადოებისთვის, არა მარტო ფსიქიკური დაავადებების მკურნალობას მოიცავს, არამედ ზრუნავს მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელებზეც და პრობლემურ ადამიანებზეც. სამწუხაროდ გაიზარდა მომართვიანობა ფსიქიატრთან, განსაკუთრებით მოზარდების მომართვიანობა, ანუ გაჩნდა უამრავი პრობლემა. ეს ამის მიმანიშნებელია. ეხლა უნდა ვთქვათ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა გაცილებით მეტია თავისი არსით, ვიდრე არის ფსიქიკური დაავადების არარსებობა. და სრული ჯანმრთელობა ზოგადად გულისხმობს ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ კეთილდღეობას. აი მე ჩემს სტუდენტებს სულ ვეუბნები ხოლმე, რომ არც ერთი ჩვენგანი არ არის ფსიქიკურად ჯანმრთელი და რატომ? იმიტომ რომ, როდესაც შენ ხედავ რომ ვიღაც ადამიანი, შენი მოქალაქე, იქექება ნაგავში, ქუჩაში ცხოვრობს და ასეთ უმძიმეს დღეში და შენ ვერაფერს ვერ შველი. ეს არ აისახება ჩვენ ფსიქიკურ მდგომარეობაზე. არ შეიძლება ვიყოთ ფსიქიკურად ჯანმრთელი, როცა ხედავ, რომ შენი მოყვასი ასეთ მძიმე დღეშია. ამიტომ ასევე სტუდენტებს ვეუბნები, რომ არ შეეგუენ და იცოდნენ, როდესაც ჩვენ ვიყავით ბავშვები, როდესაც ჩემი თაობა იზრდებოდა, ჩვენ მათხოვარი რა იყო არ ვიცოდით. ქუჩაში ადამიანი არ ცხოვრობდა. ხა დაარქვი როგორი წყობაც გინდა, უბრალოდ იდეალი უნდა იყოს ის, რომ ადამიანი ნებისმიერი მოქალაქე საზოგადოების იყოს სოციალურად კეთილდღეობაში და ზრუნავდეს მოყვასზე. რომელიც ახლა არ გამოგვდის. ახლა ფსიქიკურ ჯანმრთელობა, არაჯანმრთელობას რა განაპირობებს, ეს უნდა ვთქვათ. ძირითადად განაპირობებს სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი, სამი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი ან დეტერმინანტი, ხო? ანუ ეს გახლავთ ბიოლოგიური ფაქტორები, რომელშიც შედის გენეტიკური ფაქტორებიც, შედის ფსიქოლოგიური ფაქტორი, სოციოფაქტორები და ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალური ფაქტორები. გესმით, სამი მნიშვნელოვანი განზომილებისგან შედგება. თუ ახლა ჩაუკვირდებით, რომელია გენეტიკური ფაქტორი, ბიოლოგიურ ფაქტორებში რა შედის, ამაში შედის გენეტიკური ფაქტორები, შედის პრენატალური, ანუ დაბადებამდელი მდგომარეობა, დედის, განსაკუთრებით დედის მდგომარეობა და დაბადების შემდგომი პირველი 3 წელი ბავშვის მდგომარეობა. ანუ აქ იგულისხმება რომ არ უნდა დაემართოს მძიმე ინფექციური ან ტრამვები, რომელიც დახს ამჩნევს ბავშვის განვითარებას და აი ეს სამი ფაქტორი შედის ბიოლოგიურ ფაქტორებში. გენეტიკურ ფაქტორებს ჩვენ ვერაფერს ვერ მოუხერხებთ. სამწუხაროდ გაიზარდა გენეტიკური დაავადებების რაოდენობაც, უფრო სწორად შეიძლება გაიზარდა ჩვენი ხედვა და ჩვენი გამოცნობაც. ისეთი დაავადებები გვაქვს, რომელსაც სახელი ჯერ არ აქვს დარქმეული
პირდაპირ გენის ნომრებით არის გაიზარდა ცოდნა საზოგადოების, არა მარტო საზოგადოების მეცნიერული ცოდნა გაიზარდა და მეტი გენეტიკური დაავადების აღმოჩენა ხერხდება. მაგრამ ნახეთ, დასავლეთ სამყაროს მიდგომა ისეთია, მიუხედავად გენეტიკური არშილობებისა და პრობლემებისა, ადამიანები დასავლეთ სამყაროში და ჩვენც ამას უნდა ხაზი გაუსვათ, რომ ახდენენ თავისი რეალიზებას, თავისი ასე მდგომარეობის რეალიზებას. აი, დასავლეთ შემიძლია მე სურათებით გავადიდროთ ეს ჩვენი გადაცემა, გაჩვენოთ ადამიანები, მაგალითად დაუნის სინდრომით დაავადებული ადამიანები, რომლებიც მათ მოახერხეს სრულფასოვანი ცხოვრება. აქვთ სამსახური, არის ერთი ადამიანი, რომელიც მღერის და კარგი შემოსავალი აქვს, ყოველდღურად სამსახურში დადის და რეალიზებულია მიუხედავად თავისი ასეთი მძიმე პრობლემისა. არის მეორე ადამიანი კიდე ასევე დაუნით დაავადებული, პაბლო პინედა მაგალითად გვარიც მახსოვს, რომელმაც უმაღლესი დაამთავრა ესპანეთში ფსიქოლოგია და თვითონ ჩადგა სხვა ადამიანების სამსახურში. მოკლედ ამით იმის თქმა მინდა, რომ მიუხედავად გენეტიკური დაავადებისა, ადამიანისთვის ეს არ არის გამოსავალი, ბოლო წერტილი, დამღა და მასაც შეუძლია სრულფასოვანი ცხოვრების ცხოვრება. რა თქმა უნდა, გარემო პირობები უნდა იყოს ხელშემწყობი და სახელმწიფოც პრინციპში ხა რაც შეუძლია და რაც არ შეუძლია, ბევრ ნაბიჯს დგამს იმისკენ, რომ ადამიანმა მოახდინოს თავის რეალიზება. დანარჩენიც ახლა ჩვენზეც არის დამოკიდებული. ეს ერთი, მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია დედებმა გაითვალისწინონ, მომავალმა დედებმა, რომ ჯამრთელად იცხოვრონ. მრავალი დაავადებები არსებობს, მაგალითად ორსულობის დაავადებები, ციტომეგალოვირუსი, ქლამიდია, რომელიც აქტიურდება ორსულობის პერიოდში. ამიტომ სანამ დაგეგმავთ ორსულობას, მანამდე აუცილებელია ექიმთან მისვლა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნა, თუ ვინმეს რამე პრობლემა აწუხებს, იმ პრობლემის მოგვარება. მაგალითად, ერთხელ გახლდით დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სოფელში და 10 ქალბატონიდან, რომელმაც მოგვარდა 8-ს საშვილოსნო ქონდა ამოღებული ეს ოპერაცია გაკეთებული ქონდა. ანუ იმდენად ანთებითი პროცესებით იყვნენ დაავადებული, რომ პროფილაქტიკური მეთოდი იყო ამ ოპერაციის გაკეთება. ესე იგი, რა დღეში არის საზოგადოება, სანამ კიდე კარგი რომ იკეთებდნენ ოპერაციას და გადარჩენ, თორე შეიძლება და ყოფილიყო გართულება. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია დაფეხმძიმებამდეც კი საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. და მერე მოდის უკვე ზრუნვა, როცა ბავშვი დაიბადება. აი აქ მაგალითად მახსენდება ერთი ჩემი პაციენტი, ეს უნდა ვთქვათ აუცილებლად და ყურადღებით უნდა იყვნენ მშობლები, სასურველია რა თქმა უნდა ბავშვი გაზარდოს დედამ და ჩემთან ხშირად მოსულან პაციენტის მშობლები, როგორც ბავშვთა ფსიქიატრთან, როგორ დავაშავე, რომ 5 წლამდე საკუთარ შვილს მე თვითონ არ ვზდიდი ეს ემოციური ფონი და დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვსა და დედას შორის და გარდა ამისა ვინც ზდის ბავშვს, ერთი ადამიანი ჭირდება ბავშვს, ამ დროს უნდა იყოს კონცენტრირებული სრულიად ბავშვზე. იქ არ არის საუბარი, რომ სახლი უნდა იყოს დალაგებული და ამაზე დრო დახარჯო, იქ მეუღლეს სადილი მოუმზადო, იქ ვიღაცას ხათრი გაუწიო. მთავარი არის, რომ ბავშვს დიდე და მერე ყველაფერი დანარჩენი. აი რატო ვყვები ახლა ამას. ერთი ქალბატონი მოვიდა ერთხელ და ტირილი დაიწყო 3 წლის შვილი მოიყვანა. აღმოჩნდა, რომ ბავშვი გადმოვარდა რაღაცა სიმაღლიდან, უყურადღებობის გამო. ან ხშირია შემთხვევა, როცა დაულევიათ ბავშვებს რაღაც ნივთი ხო, ქიმიური, რომელიც არა საჭირო ადგილას დევს და აი ხა ამ ქალბატონის მაგალითი. ქალბატონმა თქვა, რომ სახლში მოვიდა ნასვამი მეუღლე, რაღაც სუფრიდან მოსული, თორე ესეთი ლოთია არ იყო მეუღლე, მაგრამ მოვიდა ნასვამი, აიყვანა აკუნიდან ბავშვი და დაუწყო თამაში. აგდო დაიჭირა, ხო ვიცით ესეთი თამაში ბავშვები ართობენ მშობლები და ამ ნასვამობის გამო, სიმთვრალის გამო წონასწორობა ვერ შეიკავა და ბავშვი 2 მეტრიდან დაეცა ძირს და რასაკვირველია მერე დარჩა გონებრივად ჩამორჩენილი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ყურადღება და სწორი გაზრდა. ეხლა კიდევ ერთს გეტყვით, ერთ-ერთი კვლევა ჩატარდა, ფსიქოლოგებმა ჩაატარეს ეს კვლევა, შეისწავლეს 1 წლამდე ბავშვების განყოფილება, ინფექციური განყოფილება, სადაც იყვნენ 1 წლამდე კუჭნაწლავის პრობლემით მქონე ბავშვები და აღმოაჩინეს, რომ
ასე თქვათ 100%-დან 80% მშობელი დედა იყო თვითონ გონებრივად შეზღუდული, ანუ ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა. ანუ 3 წლამდე ბავშვი გვეუბნებიან, რომ ისეთ ჰიგიენურ სწორ და ჯანმრთელ გარემოში უნდა გაიზარდოს, რომ პრაქტიკულად არ უნდა ავადდებოდეს. თუ სწორად არის აღზრდა და სწორად მიმდინარეობს ბავშვის გაზრდა. ეს მოვrჩით ბიოლოგიურ ფაქტორებს. ეხლა ფსიქოლოგიური ფაქტორები და მიკრო-მაკრო-სოციალური გარემო ფაქტორები, არა? ესე ფსიქოლოგიური ფაქტორები, აი ეხლა ერთი რაღაც მინდა გითხრათ. მე რო ფსიქიატრიაში მოვედი დაახლოებით 30 წლის წინ, ერთი რუსული ფსიქიატრიის წიგნი გქონდა. და ამ წიგში ისეთი მაგალითები და ისტორიები ეწერა, რომ ჩვენ ვფიქრობდით, ეს ხო ჩვენთან არასოდეს არ მოხდება. აქ იყო ალკოჰოლიზმით დაავადებული მშობლები, ძალადობა ბავშვებზე, უგულველყოფა ბავშვების, ძალიან მკაცრი აღზრდა, ანუ ცემა, ფიზიკური ძალადობა, ნარკომანი მშობლები, უგულველყოფა და ასე შემდეგ. რაც არ იყო საქართველოში და რაც გამოჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში სამწუხაროდ. ადრე იყო, რა თქმა უნდა, ნათესავი უვლიდა, ვიღაც ახლობელი თავის თავზე იღებდა, იყო ბებია ბაბუის ინსტიტუტი და ეხლა ძალიან მძიმე ვითარებაა. აი თქვენ ახლა ვიცი დაიჯერებთ ალბათ რასაც გეტყვით, მაგრამ ანორექსიით დაავადებული მოზარდი ადამიანების 90 და მეტი პროცენტი არიან ოჯახებიდან, სადაც მშობლები არიან განქორწინებული. თუ ერთად ცხოვრობენ მშობლები, აქაც პრობლემაა. ან რაღაცა ფსიქოპატური აშლილობის და ფსიქოპატური ხაზების არის, ან ორივე მშობელი, ან ერთი მშობელი. ან ერთად ცხოვრობენ, მაგრამ სულმუდმივად კონფლიქტში არიან და რაღაცა პრობლემაა გესმით, ან ნარკომანია, რომელიღაცა ერთ-ერთი მშობელი. გაიზარდა ნარკომანიის რიცხვი სამწუხაროდ და აი კიდევ ერთხელ როგორც ჩემთან ბავშვთა ფსიქიატრთან მოდის დედა, რომელსაც მოყავს თავისი შვილი. და იმას კი არ წუხს, რომ მეუღლე ნარკომანია, მამას უკვე შეგუებულია და აგრძელებს. ეს მეუღლე ხშირად არის ხოლმე მეორე, მესამე მეუღლე. დანარჩენი წინა 2-ც ან 1-ც პრობლემური იყო და იმიტომ განქორწინდა, მაგრამ ეხლა ცხოვრობს უკვე 5-6 ვეღარ ახერხებს ქალბატონი განქორწინებას და კიდე ახლიდან ქორწინებას და დარჩა იმ ვიღაც მეორე მესამესთან და ზდის ამ თავს შვილებს. აი უკვე შვილს რო პრობლემა უჩნდება, მერე მოდის ჩვენთან. თორე ის კიდევ ერთხელ მეუბნებ, ის ნარკომან ხარ შეგუებულია. ზოგი ისეთ მდგომარეობაშია ქალბატონი, უმძიმეს დღეში არიან ქალბატონები განსაკუთრებით. რატომ? იმიტომ რომ ვერ შორდები ამ ჩემ ქმარს. ხო მახსოვს რომ კარგი ადამიანი იყო, ერთად ოჯახი შევქმნით, მეწოდება. და რასაკეთებს, იცით, მეუღლე როდესაც მიდიოდა და ბიოს ყიდდა და დაინახა რომ დეგრადირდა, ჩემი ხელფასითო ვალს ვიღებო ოჯახისთვის არ მყოფნისო და ვაძლევ საშუალებას რომ ის მარიხუანა ეგრეთ წოდებული თუ რაც არის შედარებით მსუბუქი, ესე ხალხში როა გავრცელებული რომ მსუბუქია, ის იყიდოს და თვითონ მოაკ თავისი თანხით ქალბატონს რომ სახლიდან არ გავიდეს და რაღაც უბედურება არ ჩაიდინოს და არ მოიწიოს ამ ადამიანმა. გესმით, ესეთი რთულია და ეხლა წარმოიდგინეთ როგორ გარემოში ცხოვრობს ასეთი ბავშვი. ან თუ გინდა სხვა შემთხვევა ავიღოთ, ერთხელ მომიყვანეს პაციენტი, პატარა ბიჭი, თინეიჯერი, რაღაცა 12-13 წლის, რომელიც იზრდებოდა, აბა კარგად მომისმინეთ, სად იზრდებოდა. დედა წასული იყო საზღვარგარეთ, სამუშაოდ. მამა, რა თქმა უნდა, განქორწინებული და ლოთი და საერთოდ არ ფიგურირებდა ოჯახში თუ რაღაც სხვაგან კიდე წასული და ბავშვი იზრდებოდა დედის მეგობრის ოჯახში და დედის მეგობრის მეუღლე ნარკომანი გახლდათ. ესე იგი, წარმოიდგინეთ, ქალი მუშაობს საზღვარგარეთ, თანხას უხდის ამ მის მეგობარს და რას ღებულობს? ბავშვს პრობლემები ჰქონდა. ქცევითი, ემოციური და არ სწავლობს და ზარმაცობს და ასე შემდეგ. აი ეს მინდოდა მეკითხა, აქვე დავაზუსტებ თქვენი ცნებართვით. ასეთი ტრავმული ოჯახებიდან, ასეთი ტრავმული გამოცდილებების მქონე მოზარდები მოდიან თქვენთან ფსიქიატრთან. ძირითადად თქვენი პრაქტიკიდან რა ტიპის ფსიქიკური დარღვევები იკვეთება? რა არის ყველაზე წამყვანი დღეს, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ, რომ გაზრდილია მომართვიანობა მოზარდების განსაკუთრებით დღეს, ხო, ფსიქიატრებთან. ყველაზე მეტად დღეს რისი პრობლემა გვაქვს? ამას გულისხმობ. ყველაზე მეტად მოდიან გოგონები, გოგონების მოყვანას ახერხებენ უფრო მშობლები, ბიჭები ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ეს ბიჭებიც, როგორც ჩანს, ადრეული ასაკიდან იწყებენ ნარკოტიკების მოხმარებას და ასე შემდეგ და ისინი მძიმეა, მათი მოყვანა ცოტა რთულია, არ ემორჩილებიან, დაუმორჩილებლები არიან და ეს სერიოზული პრობლემაა მშობლებისთვის.
საქართველოში არ არსებობს ბავშვთა ნარკოლოგი, იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო, არავის არ ეგონა თუ არც იყო ასეთი გამოცდილება, რომ 18 წლამდე ადამიანი იქნებოდა ნარკოტიკის მომხმარებელი. და ხშირად ეს ბავშვები ხვდებიან ხოლმე უფრო ფსიქიატრიულ კლინიკაში თუ ფსიქოზი ემართებათ. მაგრამ გოგონები როცა მოდიან გოგონები სამწუხაროდ ამაზე ცალკე გადაცემაა გასაკეთებელი 10-დან 8 გოგონას აქვს თვითდაზიანებები. ანუ უფრო მეტად იკვეთება ემოციური და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვები, თინეიჯერები. ეხლა ვინ არიან ეს გოგოები, რომლებიც სწავლას აღარ მისდევენ, აღარ სწავლობენ, თითქმის ყველა გეუბნება, რომ ადრე კარგად სწავლობდა, მე-7 კლასამდე, მე-5 კლასამდე 1000-იანი იყო და კარგად სწავლობდა. მერე სხვადასხვა გარემოება, უმეტესობა აქაც უნდა აღნიშნოთ, რომ განქორწინებული ოჯახიდან არიან, მაგრამ ნაწილი არის სრულყოფილი ოჯახიდან. მაგრამ აი ესეთი პრობლემები ჩდება. ზოგი წამხედურობის მიზნით, იმიტომ რომ მეგობრები ამას აკეთებენ და ძალიან განათლებული უნდა იყოს ადამიანი მდგრადი ფსიქიკის, რომ სხვას არ მიბაძოს და ყველანაირი მარტივი, ასე ვთქვათ, დისტრესის ფონზე მეგობარმა მიღალატა ვიღაცა შეყვარებული სხვასთან წავიდა, მეგონა რომ მასთან მეგობრობდი და თურმე ჩემს ზურგს უკან ცუც ლაპარაკობს, შეურაცხყოფა მომაყენეს. აი ამ მარტივი მიზეზების გამო, ასე ვთქვათ, ბავშვები თვით აგრესიას იყენებენ. მინდოდა, გადავიფიქრე და მერე სოციალურ ქსელში ვნახე, რომ თურმე სხვებიც აკეთებენ. სამწუხაროდ არ არის, ასე ვთქვათ, პირუკუ მაგალითები, არავინ ჭკუას არ ასწავლის მათ, არავინ არ უხსნის კარგად ეს რა შედეგების მომტანია და რა რთული პრობლემა. ძალიან დიდი ნაწილი გოგოებისა აი ასეთ საქმეს ჩადიან. ეს არის მომავალში თუ არ გამოსწორდა უკვე პერსონოლოგიური აშლილობის, ეგრეთ წოდებული ბორდელაინის, ანუ ემოციურად პიროვნული აშლილობის ერთ-ერთი სახე, ოღონდ თუ არ გამოსწორდა ამ დიაგნოზის დასმა ხდება 18 წლის მერე. და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სკოლაში ძალიან რთული ვითარებაა, მდგომარეობაა. ყველა ბავშვი აღნიშნავს, რომ არის ბულინგის მსხვერპლი. არის ერთი საინტერესო მომენტიც, რომ ამ ბავშვებს, რომთაც აქვს ემოციური პრობლემები, აქვთ კომუნიკაციის პრობლემა. იცვლიან სკოლებს, მშობლებიც უცვლიან და უცვლიან ამ სკოლებს, მაგრამ ყველა სკოლაში შეიძლება შეგხვდეს ვიღაც, ანუ მთავარია პიროვნება გაძლიერდეს და ის უნდა მოერგოს სკოლას და არა სკოლა, იმიტომ რომ ყველა სკოლაში ან ცხოვრებაში მე შეიძლება გაჩნდეს ასეთი მსგავსი პრობლემები. ვერ აღიქვამენ ეს ახალგაზრდები ბულინგი რა არის, რეალურად რა არის, ანუ ყველაფერს მას მიაწერენ. მასწავლებელზეც არის ბევრი რამ დამოკიდებული, მაგრამ სკოლა ვეღარ ერევა ამ ბავშვებს. იმიტომ რომ აქაც არის პრობლემა მაგალითად თვით გამოხატვის უნარი. უნდა აქვს უფლება ახალგაზრდას თვით გამოხატვის. და ამ თვით გამოხატვაში არის ჩადებული ყველაფერი. აი თვით გამოხატვაში წესი ზოგადად იგულისხმება ადამიანის ნიჭის გამოხატვა, აზროვნების, რაღაცა ტალანტის გამოხატვა და არა ის, რაც დღევანდელ სკოლაში ხდება. აბსოლუტურად მოშლილია დისციპლინა, ვისაც რა უნდა იმას აკეთებს. ანუ აქედან შეგვიძლია დასკვნა გავაკეთოთ, რომ აი ამ პოსტმოდერნისტულმა პარადიგმამ, რაც ახლა დომინანტობს, სხვათა შორის აღარ დომინანტობს უკვე 2001 წლიდან, შეიცვალა პოსტმოდერნისტული ეპოქაში, აღარ ცხოვრობთ როგორც ირკვევა, მაგრამ ჯერ კიდევ აი ამ კუდებს ვიქნებთ. პოსტმოდერნისტულ ეპოქაში გადავედით, რომელმაც რომანტიზმი, იმედი, ემოცია, ადამიანური ურთიერთობები რწმენა დააბრუნა. ამას ცდილობენ უკვე ეს პოსტმოდერნისტები, მაგრამ ჩვენ კიდევ ჯერ ჩარჩენილი ვართ ამ პოსტმოდერნისტულ სამყაროში, სადაც ყველაფერი გაუფასურებულია, სადაც ღმერთი ადრე მოკვდა და ეხლა აი ამ მკვდარი ღმერთის მიღება მოხდა ამ საუკუნეში. ესე იგი, ჭეშმარიტება ერთი არ არსებობს, ყველა ჭეშმარიტების საწინააღმდეგო მტკიცება ჭეშმარიტება, სამყარო ეკლექტიკურია, რწმენა არ არის, ფასეულობა არ არის, ღირებულება არ არის, მშობელი არაფერიც არ არის, ბავშვს რაც უნდა იმას გააკეთებს, როგორც უნდა ისე გააკეთებს, მას აქვს თვითგამოხატვის უნერა და ის არის პიროვნება, გესმით? ანუ აღრეულია, ჩვენ არასწორად გავიგეთ აღზრდის მეთოდები. ამიტომ ეხლა თქვენ რომ ლიტერატურა გადაშალოთ, ფილოსოფიური ახალი მიმართულებები წაიკითხოთ ან რაღაც გადაცემებს თუ YouTube-ზე უსმინოთ, ყველგან არის ესეთი დიდი ფილოსოფიური, ასე ვთქვათ, გამოსვლები და ფილოსოფოსები ამაზე სერიოზულად საუბრობენ.
რატომ დეგრადირდება საზოგადოება. რატომ ხდება მათი უკანსვლა და ზოგადად საზოგადოების ეს არ არის მარტო ქართული პრობლემა, არამედ ზოგადად არის პრობლემა. საზოგადოება თავისი განვითარებით და აზროვნებით უკან იწევს. მათ შორის არის საქართველოც. აი ჩვენ საუბრობდით სკოლის ფუნქციის მოშლაზე, ოჯახის ფუნქციის მოშლაზე, გესმით? არის ესეთი გამოთქმა, რომ თავარია გათხოვდე, გადახტი და მე თუ გინდა უკან გადმოხტი და რა მოხდა მე თავარია. რომ გათხოვდე და რა მოხდა? რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ გაშორდები ადამიანს. აი ეს აისახება ძალიან ცუდად ბავშვებზე. შენზე თითქოს არა ადამიანი ქალი უნდა იყოს ბედნიერი და უნდა ეძებდეს ბედნიერებას, რა თქმა უნდა და თუ არ გაგიმართლებს უნდა სცადო მეორეჯერ და მესამეჯერ ბედი, მაგრამ აი ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისახება ბავშვებზე. ბავშვებს უნდათ დედა და მამა. აი ნახეთ ერთი ბავშვი გოგონა ყავდა, რომელსაც ყავდა ალკოგოლიზმით დაავადებული დედა აბსოლუტურად დეგრადირებული. აი ნუ ფეხზე წესიერად ვერ იდგა. აქ არ არის ლაპარაკი საუბრის მანერაზე, მის ქცევაზე, აზროვნებაზე. ეს გოგო ბებიამისმა, როგორც გითხრა, ყოველდღე ფანჯარასთან იჯდა და ელოდებოდა დედამისი როდის მოვიდოდა. ბავშვები ამას ვერ ხვდებიან, რომ ის პრობლემურია და რაღაცნაირად მიწოდებაც სწორად უნდათ. ამიტომ ბავშვს უნდა სრულყოფილი ცხოვრება, ჰარმონიული ოჯახი. და როდესაც ადრე თუ გნებავთ გაბრაზებაც აუცილებელია, დისციპლინა აუცილებელია, მშობელი რაღაცაზე უნდა გაუბრაზდეს და კარგი და ცუდი უნდა უთხრას. მაგრამ აი ადრე აუცილებელია, რომ ბავშვმა იცოდეს, რომ ის უყვართ. და რომ იმედი კონდეს მისი მშობლის, როცა გაუჭირდება. და ადრე თქო სწორედ იმას ვამბობდი, როცა დიდ ოჯახად ცხოვრობდნენ ადამიანები, ასეთი მშობლისგან გაბრაზებული ბავშვი ბებია ბაბუასთან მიდიოდა, იმიტომ რომ ის ეგულებოდა ნავსაყუდლად და იცოდა, რომ ვიღაცა მას მხარს უჭერდა. რა თქმა უნდა, აქ ბებია და ბაბუა იმას არ ეტყოდა ნორმალური ფსიქიკის, რომ დედა შენი და მამა შენი ცუდია და ტყუილად აგსაჯეს. დაუყვავებდა, მოეფერებოდა, ასწავლიდა, მოთხრობას მოუყვებოდა და იგავს მოუყვებოდა და ბავშვს საყრდენი ქონდა. აი დღევანდელ ბავშვსა გამოცლილი აქვს ეს საყრდენი არა აქვს. და ხანდახან გონიათ რომ ერთხელ ერთი ბავშვი მომიყვანეს დედას დასავლეთ საქართველოში მუშაობს, მამა საერთოდ არ აყავს, ამერიკაშია თუ სადღაც წასული და არც იციან რომ წასულია, შეიძლება იქ კიდე სხვა პრობლემაა. ბავშვი ბებია ბაბუასთან იზრდება და ბაბუა აღმოჩნდა რომ არის ძველი ნარკომანი, ძველი ბიჭი და რა უნდა ასწავლოს ამაში და მე ხო შენ გეუნები, მოყვა ჩვენთან რომ მე ხო შენ გეუბნები და რა უნდა რას ეუბნება, გესმით? აი რა აქ მაგალითი, ხო? აი ესეც რთული ძალიან მძიმე პრობლემა არის. ტოვებენ, აი როგორც გითხარით, განქორწინებების რიცხვი მაღალია, ტოვებენ ასეთ ბებია ბაბუასთან. ნუ ხო ბებია კი იყო ჯანსაღი და ნორმალური, მაგრამ ადამიანის თან ცხოვრება ძალიან მძიმე იყო, მაგალითიც. ხო, გვაქვს ჩვენ დათესე საქციელი მოიმკიქცევას, არა? და პირადი მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია და სად არის პირადი მაგალითი? მამა არ არის, დედა წასულია სხვაგან არის საშოვარზია. ბაბუა ასეთ დღეშია, გესმით? აი, მაგალითიც არ არის. სამწუხაროდ არ არის მაგალითი და ავტორიტეტი, მაგალითად იმის მასწავლებელი, სპორტის მასწავლებელი. ვერ დადიან ეს ბავშვები ან არ დადიან. ან ესეც ძალიან დამახასიათებელია. იწყებენ სპორტზე სიალოს, ორ თვეში უკან მოდიან. ახალს იწყებენ, ისევ მოდიან, ახალს იწყებენ, მოდიან. გესმით? ემოციური გრადობის პრობლემები აქვთ და ნებისყოფის პრობლემა აქვთ. ეს კიდე ახალი პრობლემაა. ანუ ჯანსაღად ქცევის მოდელირება ვეღარ ხდება. იმიტომ რომ ოჯახი არის დისფუნქციური. ოჯახი გახდა დისფუნქციური, სამწუხაროდ და სკოლა ვეღარ ასრულებს თავის მოვალეობას. აი თუ შეიძლება გაგახსენდეთ აქ ცნობილი ქართველი ადამიანების მაგალითები. როდესაც აი ხა უცებ გამახსენდა იოსებ ნონეშვილის მაგალითი, ხო? როდესაც დაობლდა ადრე, მასწავლებელი ძალიან ბევრს აკეთებდა. რომ ის ადამიანი გამხდარიყო ღირსეული წევრი თავისი კლასის, თავისი საზოგადოების, იმ სოციუმის და არა გრძნობინებდა მას. აი ამ შემთხვევაში მასწავლებელი ხშირად არის ხოლმე სპორტის მასწავლებლები და მწვრთნელები ძალიან დიდ როლს ასრულებს. აქ უნდა აუცილებლად უნდა ვთხოვოთ კიდევ ერთხელ სახელმწიფოს და ქალაქის მერიას, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი დააფინანსონ სპორტზე, მუსიკაზე, სიმღერაზე,
არის ეხა ნამდვილად ვიცი ფინანსდება მაგალითად ქართულ ხალხურ გუნდში სიმღერა სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის უფასოა ხშირად ან რაღაცა ნაკლებ ფასიანი. აი ეს წრე უნდა გაფართოვდეს ძალიან და არა მარტო თბილისში, მთელ საქართველოში ძალიან დიდი როლი უნდა მიექცეს სპორტით დაკავებას. აი გახსოვთ გერმანელი საზოგადოება გერმანიაში, გერმანიულ სკოლაში და იქ გადაცემებს გვაჩვენებდნენ ხოლმე ჩემ თაობაში, როგორ ეჯიბრებოდნენ სკოლები ერთმანეთს, ან გერმანელი ახალგაზრდები როგორ ვარჯიშობდნენ და თუ გნებავთ ახლა ჩინეთში სკოლაში რომ იძის ბავშვი პირველი 9-15 წუთი ვარჯიშობს. თბილისის სკოლებში თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ სპორტის გაკვეთილი მოშლილია არ არსებობს პრაქტიკულად. ეს ძალიან რთული პრობლემაა, მძიმე პრობლემაა, იმიტომ რომ აისახება ბავშვებზე. რატომ? განსაკუთრებით ბიჭებზე, აი 12 წლის მერე, 10-12 წლიდან ბიჭი გუნდურ სპორტში უნდა იყოს ჩართული, იმიტომ რომ მას ასწავლის ერთმანეთის გატანას, გუნდურობას და მხარდაჭერას. იცის რომ ადამიანი მხარდაჭერილია თუ რამე გაუჭირდა, მისი მეგობრები მის გვერდით იქნებიან. აი ეს ბავშვები ალბათ განსაკუთრებით გოგონებიც და ბიჭებიც, მაგრამ რატომღაც განსაკუთრებით გოგოები, არც ერთი მათგანი, რომლებიც თვით დაზიანებებს იყენებს, არც ერთი მათგანი არ არის კომუნიკაბელური, არც ერთ მათგანს არ ყავს მეგობრები და როცა ვეკითხები, რომ რას აკეთებს, სკოლაში ან დადის, ან არ დადის, ან არ მეცადინეობს, სანამ სახლში მივა მშობელი, მანამდე დავსეირნოფო მეუბნება. ქუჩაში დადის, დასეირნობს და არაფერს არ აკეთებს. ან შემთხვევით გაცნობილ მეგობრებთან მეგობრობს ისიც ბრჭყალებში რა თქმა უნდა და მერე როცა უნდა სახლიდან ისე იპარება რომ მშობელი ვერ აკავებს და ვერ მოყავს ან იძულებული არიან მერე პოლიციას მიმართონ ხშირად ან ერიდებიან პოლიციას და დადიან და ღამის 10-12 საათამდე ძლივს შემოყავთ ეს ადამიანი, ანუ დაუმორჩილებლები ხდებიან ეს ახალგაზრდები, გესმით? ეხლა კიდევ ავიღოთ ესეთი მაგალითები უამრავი სოციალურ ქსელებს ვერ აკონტროლებს მშობელი, ესეც ძალიან დიდი პრობლემაა. ბევრჯერ მოუყვანიათ ბავშვი, აი რატომ ხო თქვენ მკითხეთ, რატო გაიზარდა. მოყავთ ბავშვი, რომელიც ჩავიდა მეზობელთან, მეზობლის უფროსმა, მეზობლის ბიჭმა გოგონამ აჩვენა ან პორნოგრაფია, ან საშინელებათა ფილმები და აქედან მერე უკვე ეწყებათ ბავშვებს შფოთვითი აშლილობა. ბევრი არის ასეთი ბავშვი. ან სოციალურ ქსელში დაიმეგობრა ვიღაცა. ყავდა ერთი ესეთი პაციენტი, დაიმეგობრა ვიღაცა ადამიანი, ეგონა რომ ბიჭი იყო გიორგი სახელად და აღმოჩნდა მერე რომ გოგონა იყო ის ადამიანი. ყველაფერი იცოდა ამ გოგონამ რომ შეხვედრილიც იყო, ურთიერთობაც გაიცნო რომ გოგო იყო და უყვარდა ის გიორგი. და ამის ფონზე ქონდა შფოთვა, დეპრესია, უძილობა, მთელი სპექტრი ფსიქიკური დაავადებების. იცოდა რომ გოგო იყო, შეახვედრეს მშობლებმა, გააგებინეს, აჩვენეს, დაანახეს, ხელითაც შეეხო, მაგრამ ის გიორგი უყვარდა. გესმით რა დღეში ვართ რა მდგომარეობასთან გვაქვს საქმე? ზოგადად ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაკარგა რეალურობის განცდა ადამიანმა. დაკარგა რეალურობის განცდა და ну რა თქმა უნდა იმასთან აქვს მდგომარეობა რომ ყოველთვის მიწოდება მასალის ხდება ხოლმე მასალის თუ გინდა მათემატიკა იყოს თუ გინდა ქართული იყოს ასაკის და ბავშვის განვითარების კოგნიტიური განვითარების მიხედვით. ამ შემთხვევაში როდესაც ასე ვთქვათ არამიზან მიმართულად ესე არამიზნობრივად ხდება და არაასაკობრივად ხდება მიწოდება მასალის ამას ბავშვი ვერ აღიქვამს და ვერ აანალიზებს ისე როგორც უნდა გაანალიზოს. ამას წინათ ყავდა ახალგაზრდა, რომელმაც ასე ადრეულად დაიწყო პორნოგრაფიული ფილმების ჩვენება და უკვე სერიოზული ამამტყოფია. ну რაღაც ახლა ჩვენ არ ხაროთ ამ ტერმინებს სექსუალური მანიაკია ეს არ არის, მაგრამ არც ბევრი არ აკლია, გესმით? ანუ ესეთი რთული არის. ყველაფერს სჭირდება თავის ასაკობრივი მიწოდება, მასალის, ცოდნის, ყველანაირი ინფორმაციის. თუ გნებავთ ეს რაღაც საშინელებათა ფილმების. თქვენ ასევე ახსენეთ ქალბატონო ნინო ეკონომიკურ-სოციალური კონტექსტიც, ხო? ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკურ-სოციალური, რომელიც ასევე თავის წილს როლთას თამაშობს აი ამ ყველაფერში, ხო, ამ პრობლემებში და ამაზე ვისაუბროთ და ამის შემდგომ მინდა
გამოვკვეთოთ უკვე ფსიქიატრიის როლი. თქვენ საკმაოდ მწვავე პრობლემები დაასახელეთ ახლა. რის წინაშეც ვდგავართ? გამოწვევა ეს ჩვენი როგორც საზოგადოების ბუნებრივი, მით უმეტეს როცა მოზარდებს ეხებათ საქმე. და ასეთ შემთხვევაში რა შეუძლია ფსიქიატრიას? მოგმართავენ თქვენ როგორც ფსიქიატრს და რას აკეთებს ამ დროს ფსიქიატრი? კი ბატონო, ჯერ ახლა დავთქვათ, რომელია სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური ფაქტორები. ეს ფართო ფაქტორებია, მაგალითად სიღარიბე. აქ უნდა განვასხვაოთ სიღარიბე და სიღატაკე ერთმანეთისგან. ეს ძალიან ცალკე თემა არის, ამაზე სასაუბროთ. სიღარიბე და სიღატაკე განაპირობებს ფსიქიკურ ჯანმრთელობა, არა ჯანმრთელობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეკონომიკური უზრუნველყოფა ადამიანის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მომავლის დაგეგმვის სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. სწრაფი ეკონომიკური ცვლილებები ერთ-ერთი ფაქტორია ამისი, რომელიც საქართველოში მოხდა 90-იან წლებში. ის რაც მოხდა საქართველოში და განხორციელდა სწრაფი ეკონომიკური ცვლილებები უარყოფითი ნიშნით, ხო? დაიხურა ქარხნები, ფაბრიკები, სამუშაო ადგილები და უმძიმესი 90-იანი წლები რაც გადავიტანეთ, ამან ასახვა ჰპოვა დღევანდელ თაობაზეც. იმიტომ რომ ის ადამიანები, მათი მშობლები ახალი დარგი არის კიდე მეცნიერების ეპიგენეტიკა ქვია. პრაქტიკულად ეს ეპიგენეტიკა ნიშნავს, აი ქართული ანდაზა რო იყო ბებიის ნაჭამა, ტყემალმა შვილიშვილს კბილი მოკვეთავ, აი მაგ ვარიანტს ნიშნავს, გესმით? ეს უკვე მეცნიერულად მტკიცდება. თუ ბებია ბაბუამ სერიოზული ფსიქიკური ტრავმა გადაიტანეს და სერიოზული პრობლემა ჰქონდათ, ის შვილში ააქტიურებს იმ გენებს, რომელიც არ უნდა გააქტიურებულიყო. შვილში გააქტიურდა, მაგრამ გამოვლინდა შვილიშვილში. გესმით, როგორი პრობლემა? ანუ თაობების პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა გვაქვს. თაობების და ასეთი მშობლები, რომლებიც აი გადაგებული არიან შემოსავალზე და შვილთან ურთიერთობა არ აქვთ და ასე შემდეგ, აი ამ შვილიშვილში ვლინდება ეს პრობლემა. ასეთ ეს თაობათა პრობლემა არის და ეს რთული პრობლემა. ამიტომ სტაბილურობა, გენდერული არათანასწორობა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სოციალურად დაუცველობა, დაზღვევის არ ქონა, ეს ძალიან მოქმედებს მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ეხლა კიდე მინდა გითხრათ, ვინაიდან ამდენი გამოცდილება მაქვს, თავისუფლებას ვაძლევ, თქვა რომ როდესაც მუშაობა დავიწყე და 90-იანი წლები იყო, 2000 დაახლოებით 10 წლამდე არ გვყავდა პაციენტები და არ არსებობდა ბუნებაში ასეთი გოგონები, განსაკუთრებით, რომლებიც თვით დაზიანებებს იყენებდნენ. თუ იყვნენ ბიჭები და ისიც პერსონალური აშლილობის მქონე ბიჭები რაღაცა მძიმე პირობების. მაგრამ აი ხა უკვე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეული ტიპის ფსიქიკური დაავადებები ჩნდება გარემო ფაქტორების ზემოქმედებით. არა ბიოლოგიური, არა გენეტიკური. საერთოდ ითვლება, რომ ფსიქიატრიაში დაავადებების 80%, 70 მაინც უნდა იყოს გენეტიკური. განპირობებულობის გამო, მაგრამ დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვა, რომ იმ დაავადებების, იმ შფოთვების, იმ ემოციების, იმ თვითაგრესიების, იმ დეპრესიული ფონის დიდი ნაწილი განპირობებულია გარემო ფაქტორების ზემოქმედებით. თუ გნებავთ, ავიღოთ არასწორი აღზრდა, არასწორი დამოკიდებულება, არასწორი ურთიერთობები, კომუნიკაციის ნაკლებობა, ჩაკეტვა ტელეფონში, საკუთარ თავში. აი ამ ბავშვებს არ ესმით იუმორი. გესმით, აი ეს ხომე ვთქვი, რომ კომუნიკაციის პრობლემა აქვთ მეთქი. იუმორი არ ესმით. ეს სერიოზული პრობლემაა. ფსიქიკური ჯანმრთელობის განსაზღვრულ ფაქტორებში არის ეგრეთ წოდებული ფსიქიკური მედეგობა და ფსიქიკური უნარი. ესე ქვია mental capacity. რას გულისხმობს? ეს გულისხმობს იმას, რომ უნდა ადამიანი როცა ყვება, მსმენელმა უნდა გაიგოს შინაარსი, რას ყვება მთხრობელი, ხო? არა მარტო გაიგოს, უნდა გაიაზროს, ანალიზი მოახდინოს, დასამახსოვრებელი დაიმახსოვროს, რაც არ ჭირდება ის გაცხრილოს და როცა ჭირდება, დამახსოვრებული გაიხსენოს. და ამის შემდეგ დაამყაროს კომუნიკაცია. ჩვენ ახლა ვიცით, რომ გონებრივ ჩამორჩენილ ადამიანებს ან დემენციის მქონე ადამიანებს ეს უნარი არ აქვთ. მაგრამ ირკვევა საუბედუროდ, რომ სწავლის დონე იმდენად დაბალია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს, როგორც კვლევები აჩვენებდნენ, წაკითხული შინაარსის გაგების უნარი არ აქვთ. თქვენ წარმოგიდგენიათ, რა დღეშია ქვეყანა. ანუ უნარი არ აქვთ
მიღებული ინფორმაცია სწორად გაიგონ და გაიაზრონ. ეს არის ნამდვილი ტრაგედია. გარდა ამისა, ხა აქვე უნდა ვთქვა, როგორ წარმოგიდგენიათ, ხა თქვენ განათლების სისტემა ნამდვილად რეფორმებს საჭიროებს. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ადამიანი აბარებს და მათემატიკაში საკმარისია 20%. ესე იგი, 100 კითხვიდან 20 რო გაარტყას სწორად, არ ვიცი ეს სწორი ფრაზაა ალბათ, შემთხვევით რო შემოხაზოს. უკვე სტუდენტია და მე იქ ხო უნდა ისწავლოს ის მათემატიკა და უმაღლესი და სერიოზული მათემატიკა. როგორ შეიძლება? ეს შეიძლება იყოს რაღაცა ჰუმანიტარულ ინსტიტუტში თუ აბარებს მათემატიკა თუ ბარდება და 20% იყოს, მაგრამ ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმოგიდგენიათ, მე მგონი მსგავსი ხდება უნივერსიტეტის, არ ვიცი, მათემატიკის ფაკულტეტზე ასე ხდება თუ არა. ეს არ დანაშაულია. მომავალი თაობების წინაშე დანაშაულია. ეხლა კიდე რა ვთქვათ, ფსიქიკურ მედეგობაზე ვისაუბროთ. ფსიქიკურ მედეგობაში შედის ისეთი ფაქტორები, ანუ ადამიანს უნდა კონდეს პასუხისმგებლობის აღების უნარი თავის ჩადენილ საქციელზე. უნდა კონდეს კრიტიკის უნარი, ანუ თვით კრიტიკულად შეაფასოს თავისი ქმედება. უნდა კონდეს უნარი წინასწარი განსჭვრიტოს მომავალი მისი ქმედებები თუ ზოგადად რაც იქნება. თავისუფალი უნდა იყოს, შემოქმედების უნარი უნდა კონდეს, იუმორი უნდა კონდეს, იუმორის განცდა უნდა კონდეს და კიდევ არის მორალური და ზნეობრივი დაყენებები. ზოგადად ადამიანები, რომლებიც რაღაცა ჯგუფს მიეკუთვნებიან, იქნება ეს რელიგიური, არარელიგიური, რაღაცა სპორტით დაკავებული თუ ასე შემდეგ. აი, აქვთ როცა მხარდაჭერა აქვთ, ასეთი ადამიანი თავს უფრო სრულყოფილად და თავდაჯერებულად გრძნობს, ვიდრე ის ადამიანი, რომელიც განმარტოებულია. სამწუხაროდ, აი ამ ციფრულმა ტექნიკამ და მიჯაჭულობამ ტექნიკასთან გამოიწვია ის, რომ ბავშვების დიდი ნაწილი სახლში არის ჩაკეტილი და კომუნიკაცია და უნარი არ აქვთ ერთმანეთთან. კიდე თუ მივყვებით ახლა ამ სოციალურ გარემო ფაქტორებს, ამაში გვაქვს როგორც გითხარით, ეკონომიკური უზრუნველყოფა, ოჯახში არ უნდა იყოს ძალადობა და ქვეყანაში ძალადობა ზოგადად და მნიშვნელოვანი არის ურთიერთობები და სოციალური ინტეგრაცია გარე სამყაროსთან. მნიშვნელოვანია აგრეთვე ჯანმრთელობის დაზღვევის ქონაც. იმიტომ რომ იცი რომ თუ რამე დაგემართება გარანტირებულად იქნები მოვლილი სახელმწიფოს მიერ. ხა ქვეყანაში ძალიან ცუდად მდგომარეობა არ აქვს ამ თვალსაზრისით. მეტნაკლებად წინ მივიწევთ უკეთესობისგან. ასევე არის რასიზმი, კლასიციზმი, მაგალითად ეს არ არის ჩვენ ქვეყანაში, ზოგიერთ ქვეყანაში არის დაბალი ფენები, მაღალი ფენები, სადაც ვერასოდეს ვერ მიაღწევს დაბალი კლასის მქონე ადამიანი. მაღალს და ეს არ იყო ჩვენ ქვეყანაში, იყო თანაბრობა და ეხლა ნელ-ნელა ალბათ ამასაც უნდა ვებრძოლოთ. და ფსიქიატრიის რა როლი აქვს ამ ყველაფერში? ძალიან მნიშვნელოვანი არის არა მარტო ფსიქიატრის როლი, ყველას როლი, საზოგადოების, ყველა ფენის და ყველა წრის და ყველა სტრუქტურის, ასე ვთქვათ, სამთავრობო, არასამთავრობო მოსახლეობის, ახალგაზრდების, ძველგაზრდების ერთობლივი ბრძოლა და ძალიან მნიშვნელოვანი არის კიდე ფილოსოფიური მიდგომა ამ ყველა საკითხის მიმართ. ფსიქიატრის როლი შეეცვალება ალბათ მეტი გადაცემა საჭირო, ალბათ მეტი ახსნა განმარტება საჭირო, ალბათ მეტი მოთხოვნა საჭირო სკოლისთვის, საზოგადოებისთვის, ხელისუფლებისთვის, სტრუქტურისთვის, აი მაგალითად ძალიან დაჩაგრული ყავს ბავშვები, რომლებიც არ არიან გონებრივი პრობლემის მქონენი, აქ შევახსენებ საზოგადოებას, რომ ინტელექტუალური კოეფიციენტი იზომება და თუ 70-ის ქვევით არის უკვე იგულისხმება, რომ ინტელექტუალურად უწიფარი ადამიანი და მას სახელმწიფო ეხმარება სხვადასხვა რეაბილიტაციური ღონისძიებებით, თერაპიებით. მაგრამ 70-დან 90-მდე მოსაზღვრე ინტელექტუალური მდგომარეობა. ანუ ეს ბავშვები არც სრულყოფილი ინტელექტის მქონენი არიან და არც ჩამორჩენილი ბავშვები არიან, მაგრამ ამათთვის არაფერი არ არსებობს და თუ ოჯახი ცოტა უმწევან სოციალურად დაუცველია, ამ ბავშვებს დამატებითად ვერ ახერხებს, რომ ამეცადინოს და დამატებითად რაღაცა წრეზე ატაროს ან ასე შემდეგ. ეს ბავშვები ძალიან პრობლემური ბავშვები არიან, რომლებსაც აქვთ პოტენცია, რომ იყვნენ და გაუთანაბრდნენ სრულიად ჯანმრთელ ბავშვებს.
დიახ. ეს არის სრულყოფილი მოქალაქეები გაიზარდონ საზოგადოების. ამიტომ აი ეს დახმარება. ეს არის ყველას პასუხისმგებლობა რეალურად, განსაკუთრებით ჩვენი პროფესიების და სრულიად საზოგადოების. თუმცა ის რომ არსებობს ჯერ კიდევ გარკვეული სტიგმა ფსიქიატრიასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არა მხოლოდ მოზარდებში, ახლა თქვენთან ახსენეთ კიდეც, რომ ძირითადად მოზარდები ბუნებრივად მშობლებთან ერთად მოდიან. ზრდასრულების შემთხვევაში, ვისაც არ ჭირდებათ ამგვარი მეურვეობა და თავად შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება, რომ მიმართონ ფსიქიატრს, მათ ყოველთვის გარკვეული რაღაც შემოფერხებელი ფაქტორები აქვთ ხოლმე, რომ აი ეს რაღაცა სირცხვილია, ის რომ მე რაღაც ფსიქიკური პრობლემა შეიძლება მქონდეს, ამის გამო ფსიქიატრს მივმართო, მე მედიკამენტები მივიღო, შესაბამის მედიკამენტოზური მკურნალობა დამენიშნოს და ასე შემდეგ. ერთ-ერთი შემოფერხებელი ფაქტორი საკმაოდ ხშირი არის ხოლმე, რაც მეც მომისმენია ჩემს პრაქტიკაში არაერთხელ, არის ის, რომ არ ვიცი იქ რა უნდა ვქნა, რა უნდა ველაპარაკო, როგორია საერთოდ კონსულტაცია ფსიქიატრთან. ამის შესახებ საკმაოდ დაბალი ცნობიერება არსებობს ხოლმე საზოგადოებაში. ეს რომ განმარტოთ, თუ შეგვიძლია რომ უფრო ცხადი გავხადოთ, როგორია ეს პროცესი, როცა მე პაციენტად მოვდივარ თქვენთან და რა ხდება ამ პროცესში, როგორია ეს გასაუბრება, კონსულტაცია და ასე შემდეგ. და კიდევ ერთი წუხილი, რომელიც არაერთხელ მომისმენია, არის აუცილებელია რომ წამალი დავლიო, ამას ხშირად ამბობენ ხოლმე და აქვს ფსიქიატრიის ალტერნატივა? აქვს ალტერნატივა. ხან ეს არის მშობლების ბრალი. ჩვენთანაც პატარა ბავშვი რომ მოყავთ, ეხა ჭკვიანად იყავი, ნემს გაგიკეთებენ და თეთრი ხალათი ეშინიათ ხოლმე, ან ეხლა ექიმი და არ ვიცი ხანდახან დაგაბამს და ნახე რას გიზამს და ზევით აგიყვამთ და ასე შემდეგ. ეს მშობლების დანაშაულია, მშობლების ბრალია, თვითონ აშინებენ ამ ბავშვებს. თუ გინდა მოზრდილსაც და მე ეს მოყვება მე აქედან. ეხლა უნდა გითხრათ, რომ წინა წლებთან შედარებით 90-იან 2000-იან წლებთან შედარებით მაშინ უფრო მაღალი იყო ფსიქიატრის სტიგმა. ეხლა ესე არ არის. საზოგადოება უფრო მეტად გახსნილი გახდა, მეტად მოდიან, მეტად მოყავთ და აღარ წხვენიათ. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ფსიქიატრი არ არის მარტო ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების ექიმი. ფსიქიატრი ეწევა პროფილაქტიკას და ზრუნავს მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ანუ ჩვენ გვეხება ზოგადად ზრუნვა რომ არ მივიდეს იქამდე, მანამდე რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს. წამალი არ არის პანაცია. პირველი რიგის ხშირ შემთხვევაში ზოგი დაავადებების პირველი რიგის მკურნალობა არის ფსიქოთერაპიული მეთოდები და ფსიქოლოგთან ურთიერთობა და არა ფსიქიატრთან ურთიერთობა. ფსიქიატრი უბრალოდ პირველად ნახულობს, პირველ კონსულტაციას ეწევა და მერე ნიშნავს ან წამალს, ან ფსიქოთერაპიას, ან ფსიქოლოგს, ან მშობელთან კონსულტაციით გარემო პირობების ცვლილებას, თუ კი ამის შესაძლებლობა არსებობს. ანუ გარემო პირობების ცვლილებამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის გაჯანსაღება. მე წეგან ვახსენე, რომ ჩვენ პერსონოლოგიური აშლილობას, ანუ ადრე რო ფსიქოპათია ერქვა, ამ დიაგნოზს 18 წლამდე არ უსვამთ. არ ისმება ეს დიაგნოზი 18 წლამდე. მაგრამ ნიშნები ადამიანს, პაციენტს, პიროვნებას ეტყობა 12, 10, 9, 13 წლის ასაკშიც. თუ გარემო პირობები შეიცვალა, სოციალური გარემო პირობები, ადამიანი შეიძლება გამოსწორდეს 90%-ში და აღარ გახდეს საჭირო იმ დიაგნოზის დასმა 18 წლის მერე, გესმით? ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დროულად მიმართონ სპეციალისტს. ეხლა რას ვახერხებთ? გარემო პირობების გამოცვლას მეტნაკლებად ჩვენ ვერ ვახერხებთ. ეს თვითონ მშობელმა თუ მოახერხა. ახლა განქორწინდიო ვერავის ვერ ვეტყვით, მაგრამ ნარკომანი ადამიანთან ცხოვრება თუ მოძალადია, თუ ლოთია, თუ დებორს აწყობს და ასე შემდეგ, ახლა თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა ურჩევნია ბავშვის სიკეთე თუ ამ უბედურებაში ცხოვრება. ან სხვა გამოსავალი ნახოს. ეს უკვე არჩევანი აქვს მას შემდეგ, რაც კონსულტაციას გაივლის არა მარტო ფსიქიატრთან, არამედ ფსიქოლოგთანაც. და სხვა ვარიანტში ეს უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელია დროულად მიმართო. ეხლა მე აქვე უნდა ვთქვა, რომ თბილისში არსებობს 4 კრიზისული ინტერვენციის სამსახური 18 წლამდე ბავშვებისთვის, რომელიც არის აბსოლუტურად უფასო და 4 თვის განმავლობაში ემსახურება ადამიანს უფასო ფსიქოლოგიური მომსახურებით, ფსიქოთერაპიული ფსიქოლოგიური მომსახურებით, ფსიქიატრიც არის რა თქმა უნდა ჩართული, პირველი კონსულტაცია ფსიქიატრის არის და ამას გვთავაზობს, მაგრამ პრობლემები გვაქვს რეგიონებში. ბავშვებს იქაც ჭირდებათ და თბილისშიც არ ყოფნის. ქალაქი გაიზარდა
და არ არის სამყოფი, ამიტომ ალბათ ისე უნდა შევიდეთ მერიასთან წინადადებით, რომ გაზარდოს ამ ადამიანების კონტინგენტი, ვისაც მომემსახურებით. დანარჩენი იცით ჩვენ აქტივობებზეც არის დამოკიდებული, პედაგოგებს სჭირდებათ განათლება. აი ხა გამახსენდა ერთი პატარა ბავშვი, რომელიც მოვიდა და ბაღშიო მასწავლებელმა მითხრაო, რომ ჭკვიანად დაჯექით ახლა თორემო ქვემოთ ჩაგიშვებთ სარდაფში ვირთხებთან. ხო წარმოგიდგენიათ ასეთი საბავშვო ბაღის მასწავლებელი. ამიტომ ყველას მხრიდან არის ყურადღება საჭირო. ყველას სჭირდება განათლება. მასწავლებლებსაც, აღზრდებლებსაც, მშობლებსაც, ბავშვებსაც და ზოგადად ალბათ საზოგადოებასაც. და ფსიქიატრთან ერთად, აი მე ვისურვებდი მაგალითად ტელეგადაცემების შეცვლას თუ ჩართვას სხვადასხვა გადაცემებს. ვისურვებდი ფილოსოფოსების ჩართვას. ზოგადად ქვეყნის მართვის თუ განათლების სისტემაში თუ ყველგან და ყველანაირ პროცესში, იმიტომ რომ აი ამ თანამედროვე სამყაროში, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, რომელიც უკვე დეგრადირების გზაზე მიდის და პოსტმოდერნისტული პარადიგმის ცვლილებისათვის დღესდღეობით ძალიან პოპულარული ხდება სტოიკოსების ფილოსოფია. სტოიციზმის ფილოსოფია. გაგიკვირდება და ამას წინათ აღმოვაჩინე, რომ აი ცნობილი საფრანგეთის გუნდით, სადაც ჩვენი კვარაცხელია თამაშობს, ლუის ენრიკე, დიახ, თურმე გატაცებულია ამ სტოიკოსების ფილოსოფიით და თავის გუნდს წვრთნის აი ამ ფილოსოფიით. რაც გულისხმობს პრაქტიკულად სიმშვიდეს, სიწყნარეს, არნერვიულობას იმაზე, რისი შეცვლათ მას არ შეუძლია. მაგალითად, გულშემატკივრების რეაქციაზე, გაზეთში გამოქვეყნებულ თუ მასმედიაში გამოქვეყნებულ სტატიებზე. აი ამას ასწავლის, როგორ აიცილოს თავიდან და როგორ იყვნენ კონცენტრირებული თამაშზე. აი ეს არის სტოიკოსების, სტოიციზმის, სტოიკოსი ფილოსოფოსების ნაშრომების თანამედროვე ინტერპრეტაცია, გესმით? როგორც არა აქვს მნიშვნელობა იგებ თუ აგებ მატჩი. თავარი არის, რომ შენი დახარჯო, შენი ითამაშო, შენი ძალის ხმევა ჩადო. ეს უბრალო მაგალითი ფეხბურთიდან. რომელსაც როცა მიყვებიან, შედეგებიც დევს, გესმით? და აი მე ვისურვებდი მაგალითად ფილოსოფიის საფუძვლების ტელეგადაცემას მოზარდებისათვის. ლიტერატურული ნაწარმოებების გარჩევას, ფილმების გარჩევას, ასააზროვნო გადაცემების გაკეთებას, იმიტომ რომ დაიღალა ეს საზოგადოება პოლიტიკით და დაიღალა არასტაბილურობით. ჩვენ გვინდა განათლებული საზოგადოება. ცნობილი მოაზროვნეების ნათქვამია, რომ ცოტა ხანში განათლებული და წიგნიერი თაობა დაჩაგრავს TikTok-ის თაობას თუ ამ ციფრულ თაობას. თაობა შეიძლება თაობა ესე არა, მაგრამ ადამიანი, რომელიც იქნება წიგნიერი, განათლებული, პროფესიონალი, ის იქნება უფრო გაცილებით მაღალ დონეზე, ვიდრე ის, ვინც არის მხოლოდ TikTok-ი და ეს არის სიმულაკრული ცოდნა, ხო? სიმულაკრი არის ასლი, კოპიო, ორიგინალის და ჩვენ ვკარგავთ ამ ორიგინალს და ვცხოვრობთ ამ სიმულაკრებში, ხო? და ეს ცოდნაც ამ TikTok-ური საზოგადოების ცოდნა არის მხოლოდ ინფორმაციული, სიღრმისეული არ არის. საერთოდ ცნობილია, რომ 21 საუკუნე არის ნარცისების საუკუნე. იმიტომ რომ ამ TikTok-ურმა აი ნახეთ, ამ Facebook-ზე დებ შენს რაღაცა ღონისძიება, სადაც იყავი, როგორ იყავი რესტორანში და ნახეთ, როგორი სურათები დევს, გაშლილი სუფრა, დახვავებული საკოები და შენ ამით ყველგან აჩვენებ ყველას, რომ აი მე დღეს ვიყავი რაღაც განსაკუთრებულ სუფრაზე, მე დღეს ვქეიფობდი, ჩემი ცხოვრება ბედნიერია. და ესე არ არის, ამის მიღმა უკვე რაღაც სხვა იმალება. ან წარმოიდგინეთ Facebook-ზე დევს ადამიანის საკუთარ თავს აჩვენებენ სხვადასხვა პოზაში გადაღებული სურათები და რა? აი ამით ადამიანი წაიკითხავს, რომ ის მარტოსულია, რომ მარტოა იქ და უამრავ რაღაცას გაშლი და წაიკითხავ. რაღაცა გაrevalidაცია სჭირდება. ხო,
ხო, აღიარება ჭირდება, სწორედ უნდა დაალაიქო, იქ რაღაცა მოიწონი, აუცილებლად რაღაცა უნდა თქვა, ეს არის ფასადი გარეგნულად. ისე როგორც შენობები შენდება, გარეგნულად ლამაზია და შიგნით თანამედროვე ეგრეთ წოდებული გიფსკარდონით აშენებული, სადაც ხმა გადის და ჩადის და შეგეშინდება ერთი მიწის ძვრა არ მოხდეს ღმერთო ლოცულობ, რომ არ დაინგრეს და ვის რაში ჭირდება ამ ხელა სართულიანი სახლები თბილისში. როდესაც თუ წაიკითხავ და კარგად გაეცნობი დასავლეთ სამყაროს იგივე რაც იმათვა ჩვენზე ადრე გაიარეს ეს ამბავი დასავლეთ სამყარო დედაქალაქში მაღალსართულიან სახლებს არ აშენებენ არც ლონდონში არც პარიზში მიხვდნენ რომ შეეშალათ ის რაც გააკეთეს როგორც გააკეთეს და ეს დანაშაულია ერთი მხრიდან იმიტომ რომ მთელი მეცნიერული სტატიებია ამაზე ქალაქის ურბანიზაცია და ფსიქიკური ჯანმრთელობა ცნობილი ფაქტია როდესაც მაღალსართულიან სახლებში ცხოვრობენ ადამიანები იქ კრიმინალიც მაღალია სუიციდიც მაღალია პრობლემებიც მაღალია და ეს უკვე მიღებული წესია რომ აღარ შენდება არსად მაღალს არავის არ ჭირდება ეს მაღალსართულიანი სახლი. რეკომენდაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის არის ის, რომ აუცილებლად კონდეთ მიწიანი სახლი, აგარაკი იქნება თუ სადაც საშუალება გექნებათ, იმიტომ რომ ყოველი ვარდი, ყოველი ხე, ყოველი ბუჩქი, ყოველი ნარგავი თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობას ახანგრძლივებს. ურთიერთობა გარემოსთან, ბუნებასთან. ცნობილი ამბავია ისიც, რომ როდესაც პატარა შვილი გყავს და ეტლით გარეთ ასეირნებ, ეს ეტლი ბეტონზე არ უნდა დადო. აუცილებლად მიწას უნდა ეხებოდეს ეს ეტლი, იმიტომ რომ ზის ენერგია გადმოვიდეს ადამიანზე. გესმით, აი ჩვენ ცხოვრობთ ჩაბეტონებულ რაღაცა ჩათაბაშირებულ სამყაროში და დაირღვა ინფრასტრუქტურა ქალაქში. გარემოგვინდა დასასრულს აი ამ ყველაფრის ფონზე რაც თქვენ ახლა ისაუბრეთ როგორ გესახებათ თანამედროვე ფსიქიატრიის მომავალი და საერთოდ ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა თანამედროვე ფსიქიატრის მომავალი კარგად მესახება, იმიტომ რომ მოგვემატა საქმე და კადრები ნაკლები გვყავს. ანუ ახალგაზრდებს შემიძლია გაუწიო რეკომენდაცია და ვთხოვო, რომ მაღალ ინტელექტუალურმა ადამიანებმა გახდნენ ფსიქიატრები, სტუდენტებმა, რეზიდენტებმა, რომლებიც დაამთავრებენ ინსტიტუტს, საქმე ძალიან ბევრია და თუ არ გვექნება საქმე, როგორც გითხარით, დაავადების მხრივ და ღმერთმა ამციროს ეს დაავადებები, მაშინ ვიზრუნოთ მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ვიზრუნოთ ერთმანეთზეც. აუცილებელია ურთიერთობები, აუცილებელია შვილებთან დიდი დროის გატარება. დღეს უკვე ძალიან ხშირად არის იგივე YouTube-ში ჩინელი და იაპონელი მშობლები როგორ ზრდიან შვილებს. მშობლებს დიდ რეკომენდაციას უწევ და ვთხოვ რომ ნახონ ეს ვიდეოები, როგორ ათამაშებს ბებია, ბაბუა, დედა, მამა ამას წინათ პაციენტი მყავდა და რატომ გაქვს ჩემზე აქცენტი მამა მეუბნება მე დღე და ღამე ვმუშაობ და სახშიც რო ვარ ჩემი სამუშაო დამოკიდებულია ტელეფონზე და იქ უნდა გავაკეთო და დედა და ის არ ატარებს დროს და ეს არ არის სწორი დამოკიდებულება დედას და მამას თანაბარი უფლებები აქვს ბავშვებს მამასთან ურთიერთობა ძალიან უხარიათ მით უმეტეს ბიჭი თუა მას ეს ჯელტმენური მამაკაცური ვაჟკაცური უნარები მამამ უნდა გადასცეს გოგოსაც ჭირდება მამასთან ურთიერთობა, დედასთან ურთიერთობაც. მშობლებს ხანდახან ურჩევ რომ მიატოვონ ის გასარეცხი ჭურჭელი და დასალაგებელი სახლი და მეტი დრო შვილებთან გაატარონ. ეს არის ფასდაუდებელი დრო და ენერგია, რომელიც უნდა დახარჯო შვილში, რომელიც მე რომელსაც ათმაგად ამოიღებ მე და აუცილებელია რაც შეიძლება მეტად, იცით რა არ არის საჭირო სახლის გავსება ან ანტიკვარით 90 სახლი, იქ რაღაცა ბევრი ნივთი, ეს ნამდვილად არ არის საჭირო, იმიტომ რომ იკარგება მე და გადაიყრება. მე ძალიან მომწონს შვედური მოდელი რა თვალსაზრისით მოხუცი ადამიანები ხოლმე გააჩუქებენ თავიანთ ტანსაცმელს, გააჩუქებენ თავიანთ ძველ ნივთებს, რაღაცა შეიძლება რელიკვიად დაიტოვო, იმიტომ აკეთებენ ამას, რომ აი ეს ჩემი შვილი და შვილიშვილი ამ ნივთს არ მიეჯაჭვოსო, გესმით? იმიტომ რომ ხანდახან ახლა ბევრია მაგალითი საქართველოში, რომ გადაყვნენ თავიანთ სახლის ანტიკვარებს და რაღაცა ძვირადღირებულ სურათებს და მატერიალურ სახლი მერე დარჩათ მუზეუმად. აღმოჩნდა ისე რომ
ერთი შემთხვევა მახსენდება, ყაჩაღები შედიოდნენ სახლში და მოასწრეს იმ ჯაჭვზე დაბმული ბებიას თავში ჩაარდყეს, მაგრამ კარი მოასწრო და ბებია ამის მერე ინსულტით დაიღუპა და შვილი არ დაოჯახდა, გესმით? და ეს ანტიკვარი დარჩა. ვის არავინ არის ის, ამიტომ ჯობია რომ შულს დაუთმოთ დრო და ის ანტიკვარი არაფერში არ გჭირდებათ და ზედმეტი თანხები არც ოჯახის ზედმეტ ნივთში და აუცილებელი. აიცით აქ მახსენდება კიდევ ერთი ჩვენი ტოლვილი თანამშრომელი, უფრო სწორად იძულებით ადგილგადანაცვლებული ქალბატონი, რომელიც აფხაზეთიდან არის და დაკარგა ყველაფერი და ისევ თავიდან დაიწყო ცხოვრება და ასე დაკარგა უამრავმა ადამიანმა, ხო? ასე ტოვილები არ ქვიათ, მათ იძულებით ადგილნაცვალი პირები ქვიათ. და რო კითხო დღესაც ყველა მათგანი გეტყვის, რომ 100 კაცზე თებში დანა ჩანგალი საქორწინო ყველაფერი მქონდა ხელუხლებელი. აი ეს გავითვალისწინოთ ამ ჩვენი თანამოძმეების მაგალითი. არ გვჭირდება ეს ამდენი ჭურჭელი თებში და ასე შემდეგ ნივთი, იმიტომ რომ არც იმ შულს არ უნდა, ყველას თავისი უნდა, გესმით? თავარი არის კიდე რომ არც არავის არ უნდა ამდენი გაჩუქება და შეწყალება. თავარი არის სახელმწიფომ შექმნა სამუშაო ადგილები ადამიანებისთვის, იმიტომ რომ თვით რეალიზაციისთვის ვიღაცა რომ რაღაცას გაძლევს, კარგი არ არის. თავარია შენ შექმნა. ამიტომ ჯობია რომ ადამიანებს მივცეთ საშუალება თავისი უნარების და ფუნქციების რეალიზაცია მოახდინონ. აი ამაზე უნდა იფიქროს სახელმწიფომ და ყველამ ერთად, არა მარტო ფსიქიატრმა. ყველამ ერთად, ყველამ უნდა ავიღოთ მომავალ თაობებზე და ჩვენ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა. გავიაზროთ გაზიარებული პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაქვს. კი ბატონო. უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა პირიქით. საინტერესო საუბრისთვის. გმადლობთ და დროებით. მადლობა თქვენ. მომავალ შეხვედრამდე.